ცხოვრების აღრჩევითა სიწმინდე ქალწულებისა მოიგე ტრიფილი და პირველ მოსახდრეთ ლევკიუსი ისა გამოსჩნდი და განსცხადნენ ამის მიერ ყოვლად მომთხრობელ საღმრთო სამეცნიერებისა წინამძღვარ. ამისთვის სახარულევანად გიხმოდში გიხაროდენ ღვთელმთავართა მშვენიერებაო. ამინ. დღეს ახალი სტილით 26 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზევერიელს, წმინდა მოწამე აკვილინას, წმინდა ტრიფილეს, კვიპრელ ეპისკოპოსს, წმინდა მოწამე ანტონინას, ღირს ანას და მის ძეს იოანეს. ტრიფილე წმინდა მღვდელმთავრის სპირიდონ ტრემეფუნტელის სულიერი შვილი იყო. ერთხელ იმპერატორი კონსტანციუს მეორე მძიმედ დაავადდა. ვერავინ შეძლო მისი განკურნება. უფალმა შეიწყალა სნეული და ძილში ხილვა მეულინა. ანგელოზმა ეპისკოპოსთა კრებულში მდგარ ორ მღვდელმთავარზე მიუთითა და უთხრა, რომ მხოლოდ ისინი შეძლებდნენ მის განკურნებას. იმპერატორმა ყველა მღვდელმთავარი სასახლეში დაიბარა. ჩამოსულთა შორის მან ადვილად ამოიცნო წმინდა სპირიდონი და მისი მოწაფე ტრიფილი. ქედი მოიხარა მათ წინაშე და სთხოვა ელოცათ მისთვის. მღვდელმთავარმა სპირიდონმა თავზე ხელი დაადო სნეულს და განკურნა. წმინდა ტრიფილე ძალიან მოიხიბლა სასახლის სილამაზით, ბრწყინვალებით, მდიდრული ცხოვრებით, მაგრამ მოძღვარმა შეახსენა, რომ მეფეებიც და დიდებულებიც კი უკანასკნელი გლახაკებივით გავლენ ამ სოფლიდან. ადამიანის უმთავრესი მიზანი მარადიulis სიკეთის და ზეციური დიდების ძიება უნდა იყოსო. უთხრა წმინდა სპირიდონმა თავის სულიერ შვილს. რამდენიმე ხნის შემდეგ წმინდანი მოძღვართან ერთად ერთ თვალწარმტაც მხარეში მოხვდა. ამჯერად ბუნების მშვენიერებამ და ბაღვენახების სიუხვემ აღაფრთოვანა იგი და იმ მიწის შესყიდვაზე დაიწყო ფიქრი. სპირიდონმა განჭვრიტა სულიერი შვილის აზრები და კვლავ მოუწოდა ნუიფიქრებდა ამ ქვეყნიურსა და ამაოზე. ჩვენი საუნჯე და სამკვიდრებელი ზეცაში და მხოლოდ მისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. უთხრა სპირიდონმა ტრიფილეს, რომელმაც სიმდაბლით მიიღო დიდი მღვდელმთავრის შეგონება და მიხვდა ფუჭი და წარმავალი, დროებითი სიხარულის სპონტანი რომ იყო ამ ქვეყნიური სიმდიდრე. წმინდა ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკიუსის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფალმა მას ჭერმეტყველების ნიჭი უბოძა. ამიტომ როცა კვიპროსზე მღვდელმთავართა კრება შედგა, ამბიონიდან ხალხის დამოძღვრა მას დაავალეს. ტრიფილემ დედისგან ნაანდერძავი ქონებით ლევკიუსში მონასტერი ააგო. წმინდა ეპისკოპოსი გარდაცვალებამდე ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს. ღრმად მოხუცი ტრიფილე დაახლოებით 370 წელს აღესრულა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.